1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორში მოხდა ბრძოლა კოალიციურ ლაშქარს ილღაზას მეთაურობით და ქართველებს შორის. კოალიციურ ლაშქარში იბრძოდა 300-400,000, ხოლო ქართველთა მხარეს 55,600 მებრძოლი. ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა, რომლის შემდეგაც ქართველებმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდიეს. ქართველების წარმატების მიზეზი დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული სამხედრო ტაქტიკური ხერხი და მარჯვენა ფლანგიდან ჩატარებული მანევრი იყო. ძალა ერთობაშია.